ლიდერი ინტერნეტ სივრცეში. გაგიკვირდებათ და ეს ბიჭუნა კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილეა. გურამ დურგლიშვილი 7 წლისა. წყილი და ჭიანჭველას ეს ნახატიც სწორედ მას ეკუთვნის. ამბობს, რომ მამაც დაეხმარა, თუმცა მთავარი იდეა სწორედ მისი იყო. მართალია ახლა ვერ გაიმარჯვა, მაგრამ პატარა მხატვარი მზადაა ჯეპრას მსგავს კონკურსებში კვლავ ჩაერთოს და მამასთან ერთად გამარჯვებისთვის მეტი მონდომებითაც იბრძოლოს. მე დავხატე წყილიდან ჭიანჭველა. არ გამჭირვებია დახატვა და სერტიფიკატი მიიღე იმისთვის, რომ ჩემი ნახატია, ცოტა მამამ დამეხმარა, მაგრამ საერთოდ ესენი მე დავხატე. ჯეპრას კონკურსი, რომელიც რწყილი და ჭიანჭველას ილუსტრაციების შექმნას გულისხმობდა, დასრულდა. კონკურსის დასკვნით ნაწილზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 28 სრულიად განსხვავებული რწყილი და ჭიანჭველას ზღაპრის ილუსტრაცია გამოიფინა. ჟიურის წევრებმა მხატვარ დიზაინერების სერტიფიკატებით დააჯილდოვეს. დასახელდა და დაჯილდოვდა გამარჯვებულიც. პირველ ადგილზე ეთო გზირიშვილი გავიდა. მისი ნახატი ღორის განსხვავებული და მარტივი სახით გამოირჩეოდა. რწყილი და ჭიანჭველას ზღაპრის წიგნი სწორედ მის მიერ შექმნილი ილუსტრაციით დაიბეჭდება. ჯეპრას მიერ გამოცხადებული კონკურსი რწყილი და ჭიანჭველა, სადაც მივიღე მონაწილეობა და ჩემს სასიხარულოდ გავიმარჯვე. ძალიან მოხარული ვარ, მომწონს ეს პროექტი, წამოწყება მათი. ჯეპრას დამსახურება გახლავთ, რომ აი ესეთი სხვანაირად დანახული კომპოზიციებია. რა თქმა უნდა არის გამარჯვებული, ეს გამარჯვებული სწორედაც გამოირჩევა ორიგინალური ხედვით, თავისებური მანერით, შესრულების ტექნიკით და რაც მთავარია, ეს არის თანამედროვე. სწორედ ამას მიენიჭა ჟიურის უპირატესობა. პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანიის განმარტებით, ჯეპრას საზოგადოებას მსგავსი კონკურსებით კვლავ გაანებიურებს. ჩვენ უკვე ყავს ერთი გამარჯვებული, ეს გახლავთ ეთო გზირიშვილი. მე მინდა მას და ასევე ყველა დანარჩენ მონაწილეს ვუსურვო წარმატება სხვა კონკურსებში და ასევე ჯეპრა სამომავლოდ ისევ აპირებს გაყვეს ამ ხაზს დარგის პოპულარიზაციისთვის და გამოაცხადებს კიდევ სხვა კონკურსებს. პროექტი, რომელიც რწყილი და ჭიანჭველას წიგნად გამოცემას ემსახურებოდა, ძალიან წარმატებით დასრულდა. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ გავუკეთოთ რამდენიმე კონკურსი და პირველი მათგანი გვინდა მიუძღვნათ სწორედ პლაკატების თემას. შეგახსენებთ, რომ კომპანია ჯეპრამ დიზაინერებისთვის კონკურსის ზღაპარ რწყილი და ჭიანჭველას ილუსტრაციების შექმნაზე სექტემბერში გამოაცხადა. პირველ ეტაპზე მონაწილეებს აღნიშნული ზღაპრის ნებისმიერი სცენიდან ილუსტრაციის გამოგზავნა ევალებოდათ. მეორე ეტაპზე კი ჟიურიმ 3 ფინალისტი შეარჩია. საუკეთესო ნამუშევრის ავტორი კი, როგორც აღნიშნეთ, დღეს გამოვლინდა. და ბოლოს, როგორც ჯეპრას პრომოუშენ მენეჯერი იყო და ეს იყო დაბრუნება საოცარ სამყაროში. iPhone Plus-ი აირჩიეს სასურველი პროდუქცია და მიიღე 0%-იანი განმარტება ნებისმიერ შენაძენზე. მისამართი: ჭავჭავაძის 19 და პეკინის 11.